ვიცი რომ Heidelberg ბეტონს ბეტონის მიმართულებით აქვს ისეთი პროდუქტები, რომელიც ჩვენ არ გამოგვიყენებია. მინდა რომ ამ სახლის მშენებლობის დროს რამოდენიმე მათგანი გამოვიყენო. ვადები გვაქვს ძალიან შემჭიდროებული. გაქვს პროდუქტი, რომელიც რო ჩავასხავ, ყალიბი უცებ მოხსნა და გადავიდე შემდეგ ეტაპზე. რა თქმა უნდა, არის მსგავსი პროდუქტი, სპეციალური დანამატებით, რომელიც შეგვიძლია დავაჩქაროთ ბეტონის ზრდის პროცესი, ანუ სიმტკიცის ზრდის პროცესი, არა 28 დღეს სიტყვაზე, არამედ იყოს თქვენი სურვილის მე-15, მე-10, მე-7, მე-5 დღეს. გასაგებია, გააჩერა რა კომპონენტს გაუგრებთ იმ კომპონენტს. და ანუ შესაბამისად ეს ძალიან ხშირად გამოიყენება ინდუსტრიულ მშენებლობებში, სადაც ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი, რო იწმევს სიტყვას დანადგარების დასადგამად. ბევრად აძვირებს ეს? იცით რა არის გააჩნია გამომდინარე, ბევრად არ აძვირებს, რა თქმა უნდა. გააჩნია უბრალოდ ის დღეების რაოდენობა, რა სისწრაფით გინდათ რომ აიღოთ. ანუ ეს მერყევს, მაგრამ ნუ საგრძნობი სხვაობა არ არის რა რეალურ თანხასთან მიმართებაში. ანუ გარდა მაგისა, მე რაც შემიძლია გითხრათ, ანუ გვაქვს გამოცდილება ჩვენ Heidelberg ბეტონს დღეში 1 სართულის აშენების. უბრალოდ ამას ჭირდება სპეციალური დანადგარები მშენებელის მხრიდან, თორე ჩვენ შეგვიძლია ისეთი ბეტონის წარმოება ერთ დღეში აიღოს ის მარკა, რაც თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ რა. ჩვენს პროდუქტებზე უბრალოდ ეხლა არ არის სეზონი, თორე ნოემბრიდან მოყოლებული თებერვლის შუა რიცხვებამდე საკმაოდ ხშირად თითქმის სულ ამ პროდუქტს ვიყენებთ. არის ყინვების დროს, მიღების დროს ხდება ეგრეთ წოდებული ანტიფრიზიანი ბეტონი, ორი გამოსავალი ეგრეთ წოდებული ანტიფრიზიანი ბეტონი, რომელსაც სპეციალური დანამატი უკეთდება, რომელიც ხელს უწყობს ბეტონის მალე გაშრობას, რომ წყალმა არ მოასწროს გაყინვა მასში. და არის მეორე, რომელიც ეს ჩვენი უნიკალური პროდუქტი არის თბილი ბეტონი, ეგრეთ წოდებული თბილი ბეტონი. ანუ თუ სტანდარტული ბეტონი თქვენთან აი დაახლოებით 0-1-2 გრადუსის პირობებში, გარეთ პირობებში მოდის 10 გრადუსის, 11 გრადუსის, ამ თბილი ბეტონის შემთხვევაში მოდის 16-17 გრადუსი. ანუ უბრალოდ უფრო მეტ დროს გაძლევთ იმისა, რომ დაამუშავოთ ბეტონი. ეგ ალბათ ამ ის ტემპერატურას დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენით არის მინუსი. ანუ რაც მეტია, მით მეტად დაჭირდება ტემპერატურას მომხდარი. ანუ შეიძლება უშუალოდ თუ ძალიან დიდი თუ არის მინუსში ტემპერატურა, შეიძლება თბილი და პლუს ანტიფრიზის დაჭირდეს. უბრალოდ ეს თბილი მიიღწევა იქ სპეციალური დანადგარებით ქარხანაში, რომელიც ინერტულებს წყალს ათბობს, წყალს აცხელებს, ინერტულებსაც ათბობს, ეხლა ინერტულები საკმაოდ ნესტიანი არის და ამ ბეტონის მომზადების პროცესში უკვე ბეტონს აქვს საკმაოდ თბილი ტემპერატურა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული სტერეოტიპი, რომ ზამთარში მშენებლობა არ შეიძლება დანგრეული. ანუ ზამთარში მშენებლობა რა თქმა უნდა შეიძლება, ოღონდ საჭიროა აუცილებლად სწორი მიდგომა. კი, სწორი მიდგომა და ცოტა ყურადღება პროცესის მიმართ რა. მადლობა დიდად. არაფერს.